მოგეხსენებათ ჩვენ 15 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე სრულ მოქონდა ქუთაისიდან თბილისის პარლამენტამდე, ქუთაისის პარლამენტიდან საზოგადოებრივ გაერთიანებას ახალი რეალობისთვის. და რა თქმა უნდა იმ ასე ვთქვათ მოთხოვნებს, რაც მაშინ დავაყენეთ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, დღესაც ვაყენებთ, რა თქმა უნდა ძალაშია, მე იმას ვერ გეტყვით, რომ ამ მოთხოვნებმა გააერთიანეს სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ან შეძლეს პოლიტიკური პარტიების ასე ვთქვათ გამოღვიძება. ეტყობა ქვეყანაში ყოველთვის დიდი ადგილი უჭირავს ბაქიბუქს, რაღაცას მოითხოვენ და მე ეს მოთხოვნა მოთხოვნად დარჩეს, ისე რეალურად ნამდვილად დგას ამის პირობა და ესე უნდა მოხდეს ქვეყანაში. მე არ ვიცი ხარ რამდენად დაგვიჯერებენ ჩვენ, მაგრამ ფაქტია, უნდა განხორციელდეს, იმიტომ რომ თვითონ ქვეყანა არის სამარცხინო მდგომარეობაში, ხელისუფლება ვერ ხელისუფლობს, ელემენტარული სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არსებობს. ეხლა მე არ გამოვდგები აქ ვინმეს დამცველად, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუნდაც აი ამ მაგალითს გეტყვით, რაც მოხდა გაეროს შტაბ-ბინასთან, როცა შეამკეს პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, პროექტირებით, შეამკეს მკვლელის შეძახილებით, პუტინის მონის შეძახილებით. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ როცა ვსაუბრობთ რევანშიზმზე, აი ეგ არის სწორედ რევანშიზმი. რევანშიზმის თვითონ მე პირადად ან თქვენ კი არ უნდა გეშინოდეთ. რევანშიზმი ნიშნავს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს და როგორ გონიათ ახლა რაც გაეროს შტაბ-ბინის წინ მოხდა, ეს იყო ღარიბაშვილის წინააღმდეგ, არა, ეს იყო სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. შენი სახე, ქვეყნის სახე, ვინც ფაქტიურად არის, ასე ვთქვათ, ქვეყნის სიმბოლო, აყენებენ ესეთ შეურაცხყოფას და სახელმწიფო ამაზე დუმს. და არ ააშკარავებს იმ აქციის ორგანიზატორებს, არ ააშკარავებს იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა. ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ, ვისი ოჯახის შვილები არიან ესენი. იმიტომ კი არა ღარიბაშვილი დავიცვათ. იმიტომ რომ ეგ არის უბედურება. ეს არის პირდაპირ ხალხის ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა და აი ასეთი ჩასაფრებები, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ვიდრე არ განეიტალებულა ნაციონალური მოძრაობა, როგორც რევანშისტული ძალა, მუდმივად იქნება. ეხლა 2 წელი მოითმინება, 2 წელი უარეს იზავენ. უფრო მეტი ცუდი შედეგების მოლოდინში უნდა ვიყოთ. და სწორედ მაგიტომაა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი პირობაა, წინაპირობა იმისა, რომ განეიტალდება რევანშისტული ძალა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რა მოხდა აი ჭიდაობის ფედერაციაში, თქვენ ნახეთ. და იქაც რევანშიზმი იყო. და ეს ვისი ბრალია? ეგა ხელისუფლების უნიათობის ბრალი. იქ კულტაინზე არაფერ შუაშია. კულტაინზე თავიდან თუ გახსოვთ, თქვენ შევიდა და წესრიგის დამყარებით დაიწყო, მაგრამ რეები აუტეხეს იქ შიგნით არსებულმა ნაციონალების მიერ, ასე ვთქვათ, დაზომბირებულმა ბირთმა და ანალოგიური განმეორდა ახლა. და ახლა როცა ამბობს ლუკა და გინცოსო, რომ სიები გვაქვსო ჩვენო და თუ საჭირო იქნება გამოვაქვეყნოთ და დაუყოვნებლივ უნდა გამოვაქვეყნოთ. რას ქვია თუ საჭირო იქნება? როდემდე შეიძლება ესე ლოლიავი ამ ხალხთან? თუ ეხლა ეს ხელისუფლება ასეთი რევანშიზმისგან, ასეთი უბედურებისგან გაჭირებულმა ხალხმა, მშიერმა ხალხმა დაიცვას, იქნება ამათ იმის იმედი აქვს, რომ მე დავიცავ, თქვენ დაიცავთ და 10,000-ობით ადამიანი, ვინც ვერ სარგებლობს ამ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სიკეთეებით, თვითონ მოყუჩებულან თანამდებობებზე, თბილად სავარძელში, ვასვასებენ ნაციონალურ მოძრაობასთან და ამ დროს ხალხის კისერზე უნდა გადავიდეს ეს რევანშისტული წინააღმდეგობები. ჩემამდე არ დადის რა. ნუ თუ ხელისუფლებამ არ იცის რა მოხდა ახლა შტაბ-ბინის წინ, გაეროს წინ. იცის ხო ძალიან კარგად. ამაზე რეაგირებას რატო არ ახდენს? ეს ხო არ არის მის მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულად მის საწინააღმდეგოდ ჩატარებული ქმედება. ეგ არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და ეგ არის ქვეყნის წინაშე ესე იგი გააზრებულად წული
ასე ვთქვათ აქცია და იქ ნიშანდობლივია ის რომ მონახარო პუტინისო ეუნებიან ხო და ამას ვიღაცამ დაუძახა და იცით რატომ აქვს ამას გასავალი იმიტომ რომ 2008 წლის სახელმწიფო დანაშაული რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა ქვეყნის წინაშე არ ხოცილდება ასე ვთქვათ მისი გამოძიება დროული თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ თუ კი ევროსაბჭოსკენ ევროკავშირისკენ გვაქვს ორიენტაცია ტალიავინმა ხო დადო შედეგი ხო გითხრა რომ ხელისუფლებას გადაცდომა აქვს რატო უნდა ფერხდებოდეს რატო უნდა ჭიანურდებოდეს ეს გამოძიება და როცა მონას გეძახიან პუტინის მონას და პასუხს არცემ და არ ეუნები რომ შეოჯახა შენებული შვილო ნაციონალური მოძრაობამ საქართველოს და ქართულ ხალხს სამუდამოდ გადაუკეტა რუსეთთან თუნდაც იქნება მე ომით მინდა დავიბრუნო იქნება ბრძოლა მინდა გასაგებია რომ არარეალურია მაგრამ გახსოვთ თქვენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაციონალურ მოძრაობამ დადო პირობა და კერძოდ მიხეილ სააკაშვილმა რომ ის აფხაზეთს და სამაჩაბლოს ომით არასოდეს დაებრუნებდა გახსოვთ ხო ეს ამის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობა უკიჟინებს დღევანდელ ხელისუფლებას უკრაინაში საჯარისო ფორმირებები გაგზავნეთო თქვენ წარმოიდგინეთ ესე იგი მისი ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით რაიმე საბრძოლო ჩართულობაზე უარს ამბობს და სხვისი ტერიტორიების დასაბრუნებლად გიკიჟინებსო ჩაერთეო უკრაინის ასე ვთქვათ განმათავისუფლებელ ბრძოლაშიო და თუ კი ამას არ აკეთებ გეძახის პუტინის მონას და ამ ყველაფერს ხო ძალიან ცუდი შედეგების მოტანა შეუძლია და მოაქვს კიდევაც საერთაშორისო სარბილზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვიდრე არ განეიტრალებულა პოლიტიკურად ნაციონალური მოძრაობა ეს რევანშისტული ძალა ვიდრე არ დანიშნულა სასწრაფოდ ვადამდელი საპარლამენტო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენ 2 წელი კი არა შემდეგშიც რა ძალიან ცუდი პრეცედენტის მომსწრენი გავხდებით და ხაზგასმით ვამბობ თუ ეს ხელისუფლება კიდევ ერთხელ იმის შემხედვარია და იმის მოიმედია რომ ადამიანები რომლებიც ქუჩაში არიან დარჩენილი უმუშევრები არიან სახელმწიფო სიკეთეებით ვესარგებლობენ მე ხალხის უმრავლესობას გულისხმობ კიდევ ხალხის იმედად არიან რომ ხალხი გაუსწორდება რევანშისტულ ძალას ესენი ძალიან ცუდ გზით მიდიან რა ადამიანი მივიდა ფედერაციაში ჩვენ მაშინ ნახეთ სკანდალი ფიზიკურად შეეხო მის თანამშრომლებს აი ეს უყურები პირველად ამ თემასთან დაკავშირებით გადაცემა იყო მოწვეულებული სპორტსმენები იქ საკმაოდ ძიმე ბრალდებები აი ამის ყველაფერში ხო შეიძლება ყოველთვის ვიძახოთ რომ ნაციონალური მოძრაობა ადამიანი რაღაცაზე განაწყენდება და დაფიქსირებს უსამართლობას ხო შეიძლება ეგრევე ვთქვათ რომ ნაციონალური მეც მაგ ესეთი განცდა რომ გამოვიდე და თქვა რა რაღაც თავრობაზე თქვა ეს არ არის რაღაც დაწერო ეგრევე რაღაც მიმაკრავე ნაციონალური მოძრაობის იარაღის სტატუსი ეს ხო შეიძლება ეს უკვე მეორე ცუდი უკიდურესობაა კი არა აქ რა ხდება იცით მე აი თუ რაიმე შეიძლება დაიფიცოს ადამიანმა გეფიცებით მე ნამდვილად არ ვიცავ კულტალიძე შეიძლება რაღაც მომენტში ხისტი ხასიათი აქვს ეს გასაგებია მაგრამ აი ამ შემთხვევაში ის ფედერაციასთან იმ ბირთთან რომელიც იქ არსებობს მართალია იმიტომ რომ თქვენ ერთხელ მოდით რა დაუკავშირდით მას და ის აგიხსნით რა კეთდება ფედერაციაში იქ დაჩვეულები იყვნენ უზომოდ ფულის ასე ვთქვათ დიდ ხელფასებს დაჩვეულები იყვნენ რაღაცის გამო თავზე ხელის გადასმას და ეს ყველაფერი ფულით იყო განსაზღვრული შეუძლიეს 150-მდე რაც გაფასები მოჭიდაროს და დიდ ხანაში დიდ ფულში დაიგულისხმება 150 როგორც იტყვიან უპრაგონოდ იხარჯებოდა თანხები პოლიტიზირებული იყო ჭიდაობის ფედერაცია პირდაპირ გეტყვით რა ნაციონალების დროს ყველაფერი პოლიტიზირებული იყო შოუ ბიზნესიც სპორტიც მართალია კონტრაქტი ჩადებულია 10% რაღაც ისე უნდა მოახმაროთ რაღაც ხარჯები და გაიწიოს დამაგებას უნდა მისცემენ და საუბრობენ ამ თანხებს კულტალიძე არ არის და სადმე ისეთ თანხები არ არის აიცის არა ნუ ეს უკვე არა მაგ უკვე მე თავს ვერ დავდებ თუ კი ამბობენ და თუ კი არის ფაქტი და როგორც ჩანს გამოძიება ჩაერევა ამას დაადგენს მაგრამ მე პირადად
როცა მისაუბრია ფედერაციასთან დაკავშირებით კულტანიძესთან, მას ფაქტობრივად ისეთი პროექტები აქვს, ისეთი პროგრამები აქვს, ისეთი რაღაცები გააკეთა, რომ ეხლა თუ კი ეს ასეა სინამდვილეში ჭიდაობის ფედერაციისთვის კარგია და ცხადი ეხლა ამით მე დამინდა იცით გითხრათ თქვენ რაც კულტანიძესთან ხდება ასეთი საშუალება ჩვენ ყველგან გვაქვს ყველა ინსტიტუციაში დამიჯერეთ რა არ შეიძლება საერთოდ როცა ადამიანი იმარჯვებს იმ ადამიანის ნაცვლად იმ გამარჯვებულის ადგილას როცა აჩერებ შენ ყოფილ თანამშრომელს არ გესმით თქვენ რომ ქვეყანაში განაწყენებულია ბევრი ქართული ოცნების აქტივისტი მე მესმის მაგალითად ამის ხო და არ უნდა იყოს მე ეგ არის არასახელმწიფოებრივი მიდგომა სწორედ რომ არ უნდა იყოს იმიტომ რომ იმ ხალხმა მოიპოვა გამარჯვება ისინი მიხედავენ ამ გამარჯვებას და გაუფრთხილდებიან და აქ როგორი მომენტი ხდება იცით ესე იგი პრინციპში მე კი არ შემშულს ეს და ამას არ უყურებ ისეთი თვალით დაუშვათ რომ რატო მოხდა და ეს პრეტენზიები არ მაქვს მაგრამ დაუფიქრდით კი არიან სიცხესამართლის დამნაშავეები ნაციონალები მაგრამ დაუფიქრდით ეხლა ნაციონალების დროს ფულის ასე ვთქვათ მომქაფველები როგორ გაათეთრეს რატო უნდა ხდებოდეს ეს ამას ხალხი უყურებს შემოგარგვა ბეჟუაშვილები ძმები ბეჟუაშვილები ჩოჩელი ისა ქვია ნაყოფია ნიკოლეიშვილი ხო ვერ მეტყვით ეს ვასვასი ფაქტიურად საიდან მოდის ეს ზედაფენებიდან მოდის ხო და პარალელურ რეჟიმში რაიონებში ჩადით განაწყენებულია ხალხი რომ კაცო რა მოვიგეთ რა გავიმარჯვეთ დასხდნენ ესე იგი სავაძლებში გაინაწილეს ეს თანამდებობები და ზუსტად აი ამას მოაქვს ის სითამამე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და ის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები რაც ფაქტიურად მივიღეთ ეგეთ გაეროს სახლის წინ ამას გაბედავდა ვინმე ნაციონალების ზოს ვერ გაბედავდა ვერავინ ხო იმ წუთში წავიდოდა იმის გამოკვლევა ვინ კი კარგია დიასპორაა მაგრამ ხო ფაქტია რომ ეს იყო ადგილზევე ჩაწერილი იმას წინიდან არავინ უღებდა იქვე გადამღებიც იქვე იყო და გამცელებელიც იქვე იყო YouTube-ზე ესო სპეციალურად გაკეთებული იყო და იქაც სხვათა შორის კულტანიძის ერთი ქმედება და იმ წუთში ტელევიზია იყო და მე არ მესმის იცი როცა სახელმწიფო ხარ გასაგებია რომ ჟურნალისტი არის თავისუფალი და პრესა მედია უნდა იყოს თავისუფალი მაგრამ სახელმწიფო იმისთვის ახარ შენ ფაქტიურად იდეოლოგიასაც უნდა აკონტროლებდე ყველაფრის პასუხისმგებელი უნდა იყო ქვეყანაში და როცა ხედავ ესა თუ ის ტელევიზია პოლიტიზირებულია და ის იდეოლოგიას ეწევა ქვეყანაში სადაც რომელმაც შეიძლება რომელ იდეოლოგიასაც შეუძლია საზოგადოებრივი დაპირისპირება გამოიწვიოს მას უნდა კონდეს იმის ნება მე რა რომ ის თავისუფალი ტელევიზია უნდა დაუჯდეს და უნდა უთხრას შენ რატო ეწევი ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებას რატო ხარ შენ მხარე რატო კი თავისუფალი ხარ მაგრამ რატო არა ხარ საზოგადოებრივი რატო ფაქტიურად არ აშუქებ ისე რომ ეს ყველასთვის იყოს მისაწვდომი იმით კი არა რა ქვია მაყურებლობით და ეთერით არა მისაწვდომი სიკეთის მხრივ და აი ესეთი რაღაცები როცა არ ხდება ძინავთ მე ვფიქრობ ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა სხვა რაღაცა ეს ხელისუფლება პრინციპში რას აკეთებს ჩემამდე ადადის რა საკუთარდამის შესაძლებლობა იგივე რუსთავის სიტყვაზე წარმართოს ასეთი ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგია ისე ვიცი კი ბატონო გეთანხმებით ის კი არა საქმე დაუჯდება სიტყვით გაუჩვევი ჩვენ ესე კი არა თვითონაც საერთაშორისო შეცდომაზე უშვებს თავობა და აძლევს საბაბს საქმე აბსოლუტურად გეთანხმები აი ერთადერთი მაგალითად ეხლა თავისუფლების სამანი აბსოლუტურად გეთანხმებით აქ არის და აქ მოდის ყველა იმიტომ რომ ლაპარაკობს და იციან რომ ეს გაშუქდება და მიკერძოება არაა და არაფერი და იმიტომ თითქმის ყველა პოლიტიკოსია თუ საზოგადო მოღვაწეა ყველა აქ მოდის ზუსტად ამაშია საქმე რომ როცა შენ სახელმწიფო ხარ და ხელისუფლება ხარ კიდევ ერთხელ ვიმეორებ გასაგებია რომ მედია პრესა ეს თავისუფალია მაგრამ ის მედია და პრესა მე არ მიმაჩნია საშუალებად რომელიც არის მხარე და რომელიც ფაქტიურად თავისუფლებას იყენებს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით და მიზნობრივად ესე იგი აშუქებს ისეთ მასალებს რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში განხეთქილებას რომელიც დაუშვათ რომელიმე პარტიის სიკეთეზე ლაპარაკობს და რომელიმე პარტიას უპირისპირდება მით უმეტეს სახელმწიფოს უპირისპირდება როცა სახელმწიფოს უპირისპირდება მედია საშუალება იმასთან ლაპარაკია უკვე საჭირო
მე შეიძლება დაუპირისპირდე ოპოზიციონერი ვიყო და დაუპირისპირდე მაგრამ მასიურად როცა შენ ფაქტიურად ამას ახერხებ მასიურად ხო ამას ანტისახელმწიფოები ქვედება ქვია და აი მივიღეთ შედეგი თქვენ ეს პატარა ამბავი გონია დღეს აქ არ არის ლაპარაკი იმაზე და ქვია კიდევ ერთხელ მივეუდე ღარიბაშვილი არის ჩვენი სახე ამერიკაში როცა ის ჩადის ქვეყნის სახეა ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება მივიღეთ ხო ეხლა რატო არ უნდა გაიგოთ თელმა საქართველოს ვინაა ეს საიდან მოდის ეს წყარო ვინ აკეთებს ამას და ანდა რატო არ უნდა გაიგოს ეხლა როცა ჯაჭვიანი და კულტანიძე ამბობს სიები არსებობს გამოაქვეყნონ უნდა ის სიები ყველა უნდა გაიგოს ვინ იყო ფედერაციაში ზონდერი და ვის სად ასრულებდა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება სპორტსმენმა უნდა იჭიდაოს ან ასწავლოს ჭიდაობა რატო უნდა მიიღოს მან მონაწილეობა სახელმწიფოს ამა თუ იმ ოპერაციაში და ამიტომა თელი ჩემი გულის ტკივილი და ყვირილი იმასთან დაკავშირებით რომ გარდაუვალია მე ხო გამოვიარე ეგაც დაახლოებით არ გეხუმდებით 1000-დან 1500-მდე მოკალაკე შევხვდი პირველად აქციებს აპირებთ ამ საკითხზე არა მე ხვალ მექნება აქცია მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ ისე რომ მე დავიწყო ხა ყვირილი და იმის როგორ არის უდაბნოში მაღადებლისა ხმისა გამოვიდეს ისე რომ მე რაღაცას მეტიჩლობ მე ვამბობ რომ ეს აუცილებელია გარდაუვალია ბევრი ამბობს ამას მაგრამ ასეთი ამაზე ქმედებით ნაბიჯი არ დგავს ესე იგი ქვეყანა დაავადებულია ბაქიბუქობით და ეხლა სანამ უნდა ვიძახო მე ეს და გამოვიდა კაი ჯერეგეთი ვერ მიიყვან ეხლა აქციაზე გამოდიცხულია ლარიცა და აქ იმ ადამიანს გდაინა რომ გამოვიდეს და უკან წავიდეს დააჩვიეს ხალხი ყვითელი ავტობუსებით მიიყვანო უნდა ჩასვა უნდა და ეხლა ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობა აქვს საიდან ეს სახსარი არ გაგვაჩნია და ყველა მიცისო ჩვენს უკან არავინ დგას გარდა ქვეყნისა